ჩვენ უნდა პარაკს. მე არ დავუჭერ. მე არ დავუჭერ და არც ერთი დეპუტატი არ დავუჭერს. კომისიის თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარეებს ხვალ თუ კი ანაზღაურება. მაინც თანახმანი ხართ მიეცეს დამატებით 500 ლარი? ჩემი აზრით ბევრს არაფერს ანიშნავს აქ არის საკრებულო აქ არის უმრავლესობა უნდა მიიღოს ეს საკითხი. თქვენი პაკეტი სულ დადიხარ და ის პაკეტი ვერ იქნება. და ხო ზოგ მიზანი რა იყო ამ ხარჯების შემოღების თავის დროს ნაციონალების დროს? გასაგებია თქვენ რასაც მეკითხებით რომ თანამდებობის პირად თქვა კომისიის თავმჯდომარეს მოახდინოს პროცესის თავმჯდომარეს მართავს კეთფასი და რაღაც უნდა დამატებითი ანაზღაურება. 1000 ლარზე ნაკლები არა. მიიღეთ ეს ნაციონალების დროს და ეხლა ბევრი არის ანაზღაურებადი და რატომ უნდა მიეცეთ ანაზღაურებას ეს ხარჯი? მე არ დავუჭერ. მე არ დავუჭერ და არც ერთი დეპუტატი არ დავუჭერს. იგი შემოგე ქონდა საუბარი ჩვენ ეს ვიდეოს შემოგე გავეცან. მე იაგე დავუჭერ არის შენი თავი არა ხო მე მასე გაკეთე ბოდიში ეს თემა ეს საკითხი მე მიმიჩნევ მიუღებლად. როგორ შეიძლება რომ ჩემი ვალდებულება მე შევხვდე ამორჩევად ეს აქტი გავაკეთო ეს დამამცირებელია. ამას სკოლამდე რასაქსიც კი აღარავადებოდა შობელთვის ან გარხაზე ისეთი არის დირექტორ მისა. ეს სავსების მიუღებელია და რატო? მე შესაძლოა დღეში 10 ჯერ შევხვდე. ეს მე არავინ არ შემიზღუდოს ჩემი შეხვედრის ოდენობა. შეიძლება მე დღეში 20 ჯერ შევხვდე და ეს თანხით უნდა ავსახო ჩემი შეხვედრა. თქვენ რომ დაგელაპარაკო ბოდისმიტი ბატონო კოდე. თქვენ რომ დაგელაპარაკოთ ეს თანხაში უნდა ავსახო ამ ბატონთემოს მოადგენს. დამამცირებელია ბატონო. შემთხვევით მიუღებელი. არსებობს კანონი 51 სადაც წერია რომ ხარჯი უნდა უნაზღაურდეს საკრებულოს წევრს. ხო და ჩვენ ეს ხარჯი რომ ასახო ანაირად უნდა მოხდეს არის შევიმუშავეთ ესეთი იურისტებთან ერთად სხვანაირად ვერანაირად არასწორი. მაშინ ნიშნავდა გუშინდელი შეხვედრა ეს იყო კომისიების გაერთიანებული შეხვედრა ანუ იცით რომ საკრებულოში არის 5 კომისია და ამ კომისიებზე მოხდა სხვადასხვა საკითხების განხილვა, რომელიც უნდა გავიდეს საკრებულოს სხდომაზე. ამიტომ წინასწარ მოხდა გუშინდელი განხილვა იყო, წინასწარ მოხდა ამის განხილვა და აქ იყო ასთან სხვადასხვაობა, რომ ზოგი ფიქრობდა სხვანაირად, ზოგი ფიქრობდა სხვანაირად. მონიშნულია ეს შენიშვნები, რაზეც იყო საუბარი. და ალბათ ახლა ბიუროს ხდომაზე ჩატარდება, ამ ბიუროს ხდომაზე იქნება გაანალიზება ამ საკითხის და შემდეგ შევა უკვე საკრებულოს ხდომაზე. ვინ შეადგინა ეს დოკუმენტები? ეს დოკუმენტები სხვადასხვა პროექტები. გამგეობა მოგვაწოდა ამ საკრებულოზე, უნდა გავიდეს ამ 500 ლარიანთან დაკავშირებით, რაც საკრებულოს წევრებს ეხებათ სადეპუტატო უფლებამოსილების ხარჯებთან დაკავშირებით, ეს პროექტი ვინ მოამზადა? ხო, ამაზე იურისტები მუშაობთ. კონკრეტულად ჩვენთან ხელშეკრულებით არის აყვანილი ვანო ბალახაშვილი, ასევე ჩვენთან მუშაობს ინგა ტარიელაშვილი. ერთად ესეთ მუშაობენ ჩვენ კომისიებთან ერთად. და თავიანთი მომზადებული თუ საიდან მე გადმოიღეს ეს შაბლონათა? შაბლონიდან არ არის. თვითონ იცოდნენ, ფიქრობდნენ, როგორ გაკეთებული იყო, როგორ უკეთესი იქნებოდა და ასეთ ნებად მოხდა ის შეგვიძლია. პირველი საკითხი რაც გამოიწვია, მოყოლება ეს იყო დამადასტურებელი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა. მე რას ითვალისწინებს ეს?
იცით როგორ არის ხარჯი, როგორც მომეცნებად, აქ იყო საუბარი ხარჯებზე, იმიტომ რომ დეპუტატები, ჩვეულებრივი დეპუტატები, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, თავისი შესრულებული სამუშაო რაღაც ხარჯს წერენ. ამიტომ ეს ხარჯი რომ განსხვავებული ყოფილიყო, აი ამაზე მიდით შეიძლება რომ რაღაც 500 არის ოდენობის ხარჯი გაიცეს. ამიტომ ხარჯს ჭირდება თავისი დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტები. რომ აისახოს, რომ ეს არის ნამდვილად ხარჯი და აი ამაზე იყო საუბარი, რომ განაერათ როგორ უკეთესი იქნება და თქვენ რა შესთავაზეთ ამ შემთხვევაში იურიდიულმა სამსახურმა რა შემოთავაზეთ? იურიდიულმა სამსახურმა შესთავაზა, რომ შესაძ გავლენ ძირითადად ამაზე იყო ეს, რომ ცოტა უხერხემლობაში გვარდებს ეს ის მოსახლეობასთან რომ დავალთ, როდესაც ჩვენ შეხვედრას მოვახდით, იქ ერთი სამ პიროვნება თავისი ხელის მოწერით უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად იყო ეს გასული, შეხვდა, ჩაატარა რაღაც საკითხზე შეხვედრა და ამას დაუდასტურებს მინიმუმ 3 პიროვნება. შემდეგ ეს აქ მოვა ჩაბარდება აპარატის უფროსს და ეს აპარატის უფროსი სადღაც რომელიღაც რიცხვი იყო განსაზღვრული თუ არ ვცდები 20 რიცხვი უნდა მოვიდეს ეს დოკუმენტაცია და შემდეგ უკვე საგდებულოს თავმჯდომარე ამ მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით საზღვრავს თუ ვინ რამდენი უნდა მიიღოს ზღვრული ოდენობა ეს არის 500-ი. კომისიის ამ ფრაქციის თავმჯდომარეობა და კომისიის თავმჯდომარეებმა ხო მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყო. პროექტი მოგეწონათ რაც შემოიტანეს. კომისიის რეაგირების ფორმაზე დავაფიქსირეთ. და ეხლა დავაფიქსირეთ რა გიშლით. და თანახმახათ რომ 500 ლარიანი ხარჯების ანაზღაურება ყველა დეპუტატს ჰქონდეს. მათ შორის კომისიის თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარეებს. თქვენ როგორც კომისიის თავმჯდომარე იღებთ ანაზღაურებას 1000 ლარზე მეტს. არ გაქვთ იმის საშუალება რომ ეს თქვენი სადეპუტატო უფლებამოსილება ცალკე სოფლებში მოიაროთ, ამის საშუალება არ გაქვთ. არა, იცით რა, საბა. მე წლების განმავლობაში ვარიანიდან საქართველოს განსასწორებელი პული არ გაქვთ. წლების განმავლობაში ახლა ჩვენ საუბრობთ ზოგადად რამდენად შეიძლება თუ არ შეიძლება ამაზე ვსაუბრობთ. ეგრე გქონებით ახლა ღმერთმა მიცეთ ადამიანები არიან ზოგი, არაშენიან ვარიანში კი არა შეიძლება კვირაში 3 ჯერ მოიარონ საფრანგეთი. ჩვეულებრივზე არ საუბრობთ. ჩვენ საუბრობთ კომისიის თავმჯდომარეებზე და ფრაქციის თავმჯდომარეებზე. კი ბატონო. თუნდაც თავის შრომის ანაზღაურებას რატომ უნდა ხარჯავდეს ნებისმიერი ადამიანი? გზის ფულს. რა? გზის ფულს რატომ? გზის ფულზე არ არის ბატონო. ისიც არის საკითხები სოფლებში, ქალაქი უწყლოსახლებია და შეიძლება ფეხით შემოიარება ეს, მაგრამ რაიონი ძალიან რთულია. თუნდაც ერთ სოფლიდან მეორე სოფელში გადასვლა. ხარჯებს მოიწევს ეს ყველა. თუნდაც ერთ საკითხის მიუღება შეიძლება მომიწევს 2-ჯერ 3-ჯერ. ამ 500 ლარის შემოღების მიზანი რა იყო? ეს იყო დეპუტატების მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება. რომელი დეპუტატების? არა ანაზღაურებოდ. არ ანაზღაურებოდ. და თუ კი ანაზღაურებადაც მიიღებს, მაშინ ეს ხო და ეს არის გადასაწყვეტი უმრავლესობის მიიღოს თუ არ მიიღოს. ხო? მიზანი რა იყო ამ ხარჯების შემოღების თავის დროზე, ნაციონალების დროს? ამ ხარჯების შემოღების მიზანი მე ვერ გეტყვით კონკრეტული ადამიანის მიზანი რა იყო, იმიტომ რომ მე მის გავში არ ვარ და მე მის აზრის გაშიში. მე გეტყვით ეს იყო, რომ არა ანაზღაურებად დეპუტატს ქონებოდა გარკვეული სამუშაო შესრულების საშუალება, ხო? არა ანაზღაურებად. ამ შემთხვევაში დაახლოებით 11 დეპუტატი ყავთ ანაზღაურებად, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. ესენი საქმიანობის არანაკლებ რაოდენობის ხელფასს. ან ისინი დაკისრებულ საქმეს და კონკრეტული თანამდებობრივი საქმიანობისთვის იღებენ ამ ხელფასს. ანუ კომისიის თავმჯდომარეობისთვის იღებენ. კი, ის მუშაობს, ის სამუშაო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მაგალითად, აღმოსრულებელ ხელისუფლებაში შევადაროთ, რომელიმე გაყოფილების უფროსი. და არ აქვს იმის საშუალება ამ თანამდებობის პირს, რომ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადავიდეს? რა თქმა უნდა, თავისი ხარჯებით
თავისი ხარჯები თუ გადავა, მე ჩემი ხარჯები დავდიოდი ყველგან, მანამ საკრებულოში მოვიდოდი და საკუთარი ოჯახის ბიუჯეტიდან ვახორციელებდი ამას, ჩემს მაგალითად პოლიტიკურ და პარტიულ მოღვაწეობას, მაგრამ როდესაც უკვე თანამდებობის პირხარ და რეგლამენტი და კანონი აძლევს საშუალებას, რომ ანაზღაურებადი იყოს ის ხარჯი დეპუტატებისთვისაც, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, მაგრამ იმ დეპუტატებს ასევე უფლება აქვთ თავისი დეპუტატის მოვალეობის შესრულება განახორციელონ სამსახურიდან მოუწყვეტლად. მაგრამ ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის სამსახური, რომელიც მისი დაქვემდებარებაში იყო. მაგაშია საქმე, რომ ბევრი დეპუტატი აქვს სხვა სამსახურიც და ასე ვთქვათ არ არის. კანონი არეგულირებს ამას. კანონი ამ შემთხვევაში თქვენ ამ მოხსენებით გბარათით დაადასტურებთ იმას, რომ მოხდა შეხვედრა, მაგრამ ვერ დაადასტურებთ იმას, რომ ხარჯები გაწიეთ. შეხვედრისთვის ხარჯები იწება წასვლაში და მოსვლაში, მაგას რა და დაუშვებ დეპუტატმა არაფერი ხარჯი გაწია, მაგრამ შეხვედრა ჩაატარა, მაინც უნდა მიიღოს. თუ დეპუტატი უკვე თავის უფლებამოსილებას, ახლა დეპუტატის უფლებამოსილება მივიდეს ადგილზე, იყოს ყველგან, სადაც ის საჭიროა, გამოავლინოს პრობლემა, იმუშაოს, ზედამხედველობა გაუწიოს, კონტროლი და მონიტორინგი გაუწიოს. და იქნება ამაში არ ეხარჯება არც გზის ფული, არც არაფერი. შეიძლება არ დაეხარჯოს მას თავისი გზის ფული. ხარჯების შემოღების. ამის მიზანი იყო, რომ დეპუტატს თავის უფლებამოსილება განახორციელებინა უფრო თავისუფლად, ანუ რამე შეზღუდვა არ ქონოდა, რამე რომელ დეპუტატს, ვისაც არ ქონდა ანაზღაურება. ახლა გასაგებია თქვენ რასაც მეკითხებით, რომ თანამდებობის პირებს თქვათ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილის ფრაქციის თავმჯდომარეს, თავად ხელფასი და რაღაც უნდა დამატებითი ანაზღაურება. თან 1000 ლარზე ნაკლები არ აქვს. კი, ეგრე არის. ხო, მაგრამ მის საკრებულოს თანამდებობის პირები უშუალო ამორჩეველთან მუშაობის გარდა და სხვა თავისი უშუალო ფუნქციითაც არიან დაკავებულები და მათ ამ სამსახურის ამ თანამდებობის ასანაზღაურებლად ეძლებათ ეს ხელფასი. და მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია სულიად, რომ მათაც მიიღონ ეს ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ზოგი არის მაჟორიტარი ამ თავისი თემიდან, ზოგი პროპორციულად არის, მაგრამ ჩვეულებრივ სხვა საქმეც შეიძლება განახორციელონ, რაც ზოგადად თავის კომპეტენციის ფარგლებში არა. შეიძლება X კომისიის თავმჯდომარეა რომელიმე დეპუტატი, მაგრამ იმ კომისიის გარდა მას შეუძლია სხვა ფუნქციების განახორციელება, სხვა პრობლემებზეც შეკვლივილება. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ახორციელებს იმას მიხედავს თავის სოფლებს თუ ხარჯები. არა, რატო? როგორ ვერ ახორციელებს, მაგრამ უბრალოდ მას ხო აქვს კიდე სხვა საქმე, ან ის უშუალო კომისიის თავმჯდომარეა, ასევე მოადგილეა საკრებულოს. ის საქმიანობაც გასახორციელებია. ხელფასი უნდა იყოს, მე ესე მიმაჩნია, ხელფასი იღებს იმ უშუალო თავის დაკისრებული ფუნქციების, მათ შორის რა თქმა უნდა საკრებულოს როგორც სხვა წევრების ფუნქციებიც უნდა განახორციელოს ყველანაირი, მაგრამ დამატებითი ხარჯები ეს ხო არ არის თქვათ რაღაც ისეთი ან პრემია ან საჩუქარი. მართლაც თვითონ ინგლისი მიიღებს იმ ხარჯებს. სულ რამდენიმე საკრებულოს თანამდებობის პირია ამაზე და მე არ მგონია დიდი რაღაც პრობლემა იყოს. საგადასახარო დოკუმენტაცია არ მოითხოვებათ, ხო? საგადასახადო დოკუმენტაცია როგორც ვის საგადასახადო. თუნდაც საწვავის დამადასტურებელი. არა, საწვავზე არის საუბარი, რომ ამან ნამდვილად მოახდინა შეხვედრა მოსახლეობასთან. მაგრამ იქნება არ გაწია ხარჯი და არაფერი დაიხარჯა. ასე არ გაწია. როგორ არ გაწია? ახლა მე რო აქ მოვედი თქვენთან შესაძლებლად არაფერი ხარჯი არ გამიწევია. ას ბენზინი დამიხარჯოთ. თქვენ აქ 30 მეტრში ცხოვრობ, 30 მეტრში გეთ ოფისიდან. ის უნდა გავიდეს რაღაც 10 კილომეტრზე, ისე მე უკან დაბრუნდეს და მე მგონი რომ ამას ახლა თქვენი ფექით დადიხარ და ის ფექით ვერ ივლის. ეს დამადასტურებელი აქტია, რასაც გთავაზობენ თუ ხარჯის დამადასტურებელი აქტი. ჩემი აზრით აქ ბევრს არაფერს ანიშნავს, აქ არის საკრებულო, აქ არის უმრავლესობა უნდა მიიღოს ეს საკითხი და ეს კიდევ ვინმე ჩემი აზრით ბევრს არაფერს ანიშნავს. ეს არის შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგრამ ხარჯის შეიძლება არ დაიხარჯა ხო წასვლა-წამოსვლაში. აბა ჰაერით ხარ მინდოდა, მაგრამ ჰაერით. დავუშვათ ავტობუსით წავიდა, ან კიდევ ვინმე წაიყვანა შეხვედრაზე. ყოველას ყოველდღიურად ხო არ გაეწია, ხარჯი ხო არ გაიღო? კი ბატონო, მე გეთანხმები თქვენ რაც ამბობთ, მაგრამ ეს ყოველთვის ხო არ მოხდება და იგი. 5 კომისია შექმნილი და 6 ფრაქცია. ეს არის სადღაც 11. 12 და 13 თავმჯდომარე მოადგილე. რომელიც ხელფასი აქვს. 35 ის არის დეპუტატი და თავდაპირველად თქვენ მიიღეთ ეს ნაციონალების დროს
და მაშინ აღნიშნეს ნაციონალებმა, რომ არა ანაზღაურება დეპუტატებს უნდა მიეცათ ხარჯები და ეხლა ბევრი არის ანაზღაურებადი და რატომ უნდა მიეცათ ანაზღაურებაც ეს ხარჯი? თქვენ კომისიის თავმჯდომარე რომელიმე ფრაქციაში ხართ ამ კომისიის? კი, ფრაქციის თავმჯდომარე ვარ ნაციონალურ. და შესაბამისად ამიტომ მოითხოვეთ? ჩემი მოთხოვნა არის. აბსოლუტურად ყველას მოთხოვნა იყო. უპირველეს ყოვლისა ეს იყო მოთხოვნა მაგრამ თქვენ გამოთქვით ეს ოცნების.